სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკის ზრდის პარამეტრებს აქვეყნებს საქართველოში წინასწარის შეფასებით ეკონომიკა აპრილში 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის 4 თვის საშუალო ზრდა 4.8%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, მხოლოდ საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-აპრილში 18%-ით გაიზარდა, გაზრდილია ასევე სოფლად თვითდასაქმებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც. ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე მოხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სხვადასხვა დარგებში, ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის და ვაჭრობის სექტორებში. კლების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება მშენებლობის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგებში, თუმცა მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გარკვეულწილად გაუმჯობესებულია. აღლა უცხოეთის ახალი ამბები